სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დააგვიწყოთ, ღმერთმა გააგახავთ ის კურთხევა, წყალობა, მადლი, სიკეთე არ მოკლებოდეს არც თქვენთანაც. გილოცავთ ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს, ღმერთმა გვატარებინოს თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი ჯვარი წმინდა ცუდა ღვთის წინაშე წარმოედგინოს. რატო არის ეკლესიაში ესე რომ შუაკვირაში აი მარხვის განზოგებას, ანუ უკვე თითქმის უკვე ნახევარი მარხვა გავიდა, უკვე 4 შაბათს შუაკვირაში იქნება განზოგება დიდი მარხვისა და დაწესებული არის ჯვრის თაყვანისცემის დღე. დღეს ჩვენმა დიაკონმა სახარება წაიკითხა. ეს სახარება არის ალბათ თვითონ ყველა სახარების გული და შვანაწმის სახარების, ანუ ის როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ამ სახარებაში ყველაზე მეტადაა გადმოცემული. და რაზე იყო დღევანდელ სახარებაში საუბარი. მაცხოვარი ამბობს ესეთ რამეს, ვისაც გინდათო ჩემთან ყოფნაო და ჩემთან თუ გინდათო რო იყოთო, მაშინ უნდა გააკეთოთ სამი რაღაცაო და სამატყო სამყაროს. პირველიო, უნდა შეძლოთ საკუთარი თავის უარყოფა. ანუ საკუთარ თავზე უარი უნდა თქვათ. მერე ის განსაწერები, რომელიც თქვენზე ეშვება, უნდა აიღოთ საკუთარ თავზე, უნდა იდროთოთ ეს ყველაფერი. და მესამეო, მერე შეომიდეკითო მეო. ანუ უარყავ თავით აღიღე ჯვარი და შეომიდექი მე. და ვისაც უნდაო ყველაზე მეტად კიდევ უფრო მეტად შეომიდგესო, მეო მაშინო მანო საკუთარი სულზე უარი თქვასო და მაშინ მოიპოვებს ადამიანს საკუთარ სულს, ანუ სულიც კი გაწიროსო იმისთვის რომ შენთან ურთიერთობა გქონდესო. რატომ ამბობს მაცხოვარი ამას? იესო ქრისტე ჩვენი განკაცებული ღმერთი ზუსტად ესე მოიქცა ჩვენთვის. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ შენ ადამიანი გადაერჩინა, ადამიანი ეცხონებინა, ყველაფერი გააკეთა. შენს გამო განკაცდა, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, ამ თემაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ. შენს გამო ჯვარცმა დაითმინა, შენს გამო სახეში ნერწვა დაითმინა, ვინც გუშინ საღამოს ლოცვას დაესწარით, გესმოდათ საკითხავები, გუშინ როგორი საკითხავები იკითხებოდა, საოცარი საკითხავები იყო. ესეთ რამეს კითხულობდა მედავითე, ჩვენი მედავითე გუშინ რომ ნეფსი თვისითო, ანუ შენი ნებითო, შენო სახეში ნერწვა დაითმინეო. შენო ჯვარცმა დაითმინეო ჩვენთვისო, ჩვენს გამო. ყველაფერი გააკეთე იმისო, ჩვენ რო გვეცხონებინეო, რომ ჩვენთვისო გადარჩენის გზა მოგეცაო. უამრავი რამე გააკეთე შენო ჩვენს გამო. იმდენად შეგვიყვარეო ჩვენო ღმერთო, იმდენად დიდი სიყვარული გაქვს შენო ადამიანის მიმართ, რომ შენ ყველაფერს წახვედი ჩვენს გამო. ყველანაირი მაგალითი თუ რამე შეიძლება მაგალითი ადამიანს მიეცა, ღმერთმა ყველა მაგალითი მოგცა. არა და ღმერთს ჩვენგან არაფერი არ ჭირდება. ზოგჯერ მე მომისმენია ხოლმე ადამიანებისაგან რომ ვიღაცები აი ურწმუნო ადამიანებისაგან რომ ღმერთმა იმიტომ შექმნა ადამიანი რომ მასო ვიღაცა მადიდებელი ხო ჭირდებოდა ვიღაცას რომ ეკო ვიღაცას ედებინა თუ ადამიანი არ შეიქნებოდა ღმერთის შესახებ ვინ გაიგებდაო რამესო და იქნებოდა ღმერთი ესე თავისო მარტო ამიტომაც ღმერთმა ადამიანის შექმნაო რომ მას მადიდებელი და პატივისცემელი ჭირდებოდა რომ ყოყოლოდაო ესეთი ისევე ანგელოზებით შექმნაო რომ ღმერთი ედიდებინათო ღმერთს ესეთი რამე არ ჭირდება, ისეთ როგორი ადამიანი ამბობს ამას, ვინც სიკეთეს აკეთებს იმის, რომ მე ვიღაცამ სიკეთეს შეუქმოს. როცა ადამიანს ესეთი აზროვნება აქვს და ადამიანური აზროვნებით, ნამდვილად ესეა, ვინც სამქვეყნიური აზროვნებით ცხოვრობს, მე შეიძლება მინახავს ადამიანი სიკეთეს რო აკეთებს და ვიღაცა სიკეთეს უკეთებს, უნდა რომ ყველამ გაიგოს ეს სიკეთე. ერთხელ მქონდა ეგეთი შემთხვევა, ჯვარი დავწერე ერთ-ერთ ჩემ ახლობელს და ის მეჯვარე მოვიდა, ცოტა ესე თანამდებობის პირი იყო ეს მეჯვარე და ხმამაღლა მეუნება თელი ხალხის წინ რო გაეგრო, მამაო, ისა შესაწირი სად შევწირო? ესე ხმამაღლა თელი იმით მეუნება და არა მეთქი არ არის მეთქი აუცილებელი შესაწირი მეთქი. თქვენთვის დაიტოვეთ გამოგადგებათ მეთქი. არაო, საუნდა შევწირო, თან ეს ფული ესე უჭირავს ეს ხელში. ეს ფული და მეუნება ესე და არავის არ ჭირდება შენ შესაწირი. ის იმას მიეცი, ვისაც შენგან ჭირდება, შესაწირდება შენ დახმარება ჭირდება. შენ ესე დახმარება არავის არ ჭირდება. და ზოგი როგორ აკეთებს, იცით აი ნამდვილად ადამიანი მოვა და მამო აი ძალიან გთხოვ ჩემგან შეიწირ შუმად სალკე გააკეთე, სადაც სალკე გნახავს და მამო მინდა რომ თელი გულით შეიწირო ჩემგან შესაწირი. მე რაღაცას გამზადებული მქონდა რომ რაღაც მომზადებული ვიყავი ამისთვის. მე დღეს ეს სახურება ჩამეიტარდა და მინდა რომ მე ჩემი მადლიერება, ჩემი პატივისცემა გამოხატო შენს მიმართ და ეკლესიის მიმართ. და ესე პატივი იქცეს ადამიანმა. ანუ ადამიანს რომელსაც საკუთარი თავის წარმოჩენა უნდა და საკუთარ თავს წარმოაჩენს ხოლმე ის ადამიანი ღვთის წინაშე ვერასოდეს ვერ წარემატება. ვერანაირ სიკეთეს ღვთის წინაშე ვერ მიაღწევს. და ესეთი ადამიანი საკუთარი თავის უარყოფას ვერასოდეს ვერ მოახერხებს. თუნდაც იმარხულოს, თუნდაც დღე და ღამე ლოცვაში გაატაროს, ხო? ასეთი ადამიანი საკუთარი თავის უარყოფას, ანუ ღმერთთან დაახლოებას ვერ შეძლებს.
როგორი ადამიანები ახერხებენ საკუთარი თავის უარყოფას? ვინ ახერხებს ამას? ვინ საკუთარ ნებებს უპირისპირდება, ვინ საკუთარ ფიქრებს უპირისპირდება და საღვთო ნებას გამოიძიებს და საღვთო ნებას მიყვება ის ამ თავის ფიქრები და აზრები. ესეთი ადამიანი ახერხებს საკუთარი თავის უარყოფას. რატო ამბობს ღმერთი რომ ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა უარყოს, საკუთარი თავის უარყოფა უნდა შეძლოს? რატო გეუბნები ამას? იმიტომ რომ ჩვენი ფიქრები და ჩვენი ნებები ჩვენ ძალიან უძლევენ. აბა დააკვირდით საკუთარ თავს. მე ხშირად მე ძალიან მოჯე მქონე ესეთი შემთხვევა რომ დილით ლოცვა ძალიან დამზარებია. არ თუ დამზარებია დილის ლოცვა. ზოგჯერ არ წამიკითხავს ლოცვა. დილის ლოცვა ესე შეიძლება გამოსვლა სახტე ლოცვა არ წამიკითხავს და მე გზაში, რადგან ზეპირადუც ეს ლოცვა გზაში მე მისგავსხობ. მაგრამ ძილისთვის დრო არ მომიკლია და თავი გაემართებია, იმიტომ რომ იცი და აი მაინც ახლა ამდენი საქმე ვაკეთე გუში, დღესაც ახლა ამდენი სიკეთე მას გასაკამდენადებს და დაველაპარაკო და ახლა რა მოხდა? ახლა დილის ლოცვა რო არ წავიკითხო. რა პრობლემაა? და საკუთარი თავის ამიგინე გამართლება მომიძებნე. ეს კი არ დამიწყე რომ ღმერთო ესა დაემართა როგორ შეგწოდე. რაღაც ადამიანი ესე ხორცელი ნებისკენ მიდრეკილი ადამიანი ეს ხორცი უფრო ძლევს ვიდრე სული. ხორცელი უფრო ისეთი არის, თქვენ დააკვირდით ახლა თუნდაც დიდი მარხვა რო გავა, ძალიან ბევრი ადამიანი ტაძარს დატოვებს. იმიტომ რომ ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას იმას, რასაც ეს ქვეყანა შეთავაზებს ამ ადამიანს. სამხედროებრივი ნებები, ეს სიხარული, რაღაცა რაც ამ ქვეყანაზე ადამიანს ელოდება, ადამიანი უარს ვერ ამბობს და ბევრი ამბობს ქრისტეზე უარს, ვიდრე ცოდვაზე უარს. ხშირად მეთქვამს ხოლმე რომ წარმოიდგინე შენ ხო ქრისტესთან ურთიერთობა გინდა. თუ შენ ქრისტესთან ურთიერთობა გინდა, მაშინ შენ ღვთისმსახურება უნდა აღასრულო. იოანეს სახარებაში წერია, ესეთ რამეს ამბობს მაცხოვარი. იოანეს სახარებაში. მეგობრობა რა არის, ნამდვილი მეგობრობა? მეგობრობა არის ის, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი დასდოს საკუთარი მეგობრისათვის. ანუ თავი გაწიროს საკუთარი მეგობრისათვის. ეს არის ნამდვილი მეგობრობა. როცა შენ შეგიძლია ყველაფერი გაიგო, იმის რომ შენი მეგობარს ასიამოვნო, შენი მეგობარი გაახარო და პირველ რიგში საკუთარი თავის გაწირვა უნდა ისწავლო. თუ გინდა რომ ნამდვილი მეგობრობა ისწავლო. სხვანაირად მეგობრობა არ არის და მაცხოვარი გვეუბნება. მეო თქვენი მეგობარი ვარ. ანუ მე თქვენი მეგობარი ვარ. მე გავაკეთე ყველაფერი თქვენთვის. მე თქვენს გამო სახეში ნერწვა დავითმინე, ჯვარცმა დავითმინე, ყველაფერი დავითმინე, იმიტომ და გავაკეთე იმისთვის, რომ მე თქვენთვის მეგობრობა მენახებინა. რა არის ნამდვილი მეგობრობა? და თქვენ მაშინ იქნებითო ჩემი მეგობრებიო, თუ გააკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთო. ანუ სხვა შემთხვევაში შენ თუ ღვთის მცნებას არ აღასრულებ, შენ ღვთის მეგობარი არ იქნები. ანუ შენ ვისაც უჯერებ, იმის მეგობარი ხარ. შენ თუ ქრისტეს უჯერებ, მაშინ ქრისტეს მეგობარი ხარ და შენ თუ ეშმაკს უჯერებ და ეშმაკის შეთავაზებულს შენ იღებ, მაშინ ეშმაკის მეგობარი ხარ. შენ თუ მრუშობაში ხარ, შენ თუ ლოთობაში ხარ, შენ თუ აზარტულ თამაშები თამაშობ, ადამიანს ამწარებ, ატყუებ, გულს ამბობ, ეს ყველაფერი ეშმაკისა, ეს ყველაფერი ღვთისა არ არის. და ვისაც უჯერებ, შენ იმ დროს იმის მეგობარი ხარ. ანუ შენ საკუთარი თავის უარყოფა არ შეგიძლია. შენ საკუთარ თავს ვერ უარყოფ. მეორე რაცაც მაცხოვარი გვეუბნება, რომ აღიღე ჯვარითვისი, ანუ ის განსაცდელები, რომელიც შენზე ეშვება, შენ იმ განსაცდელების დათმენა ისწავლე. აბა შევხედოთ ჩვენ თავ შენ როგორ ვიქცევით ხოლმე. როცა ჩვენზე განსაცდელი ეშვება და ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, მე ეკლესიაში დადიოდა წლების განმავლობაში ახსარებას აბარებდა, ეზიარებოდა და როგორც კი რამე განსაცდელი შეხვდება მას ცხოვრებაში, იმ წუთში ვეწყებს რას? გმობას. ღმერთო, რატო? ესეთ კითხვას სვამს, ღმერთს უსვამს კითხვას. რატო ღმერთო, რატო ხდება ჩემ ცხოვრებაში ესე? რატო მომივიდა მე ეს? მე ხო ესე არ მეცხოვრია. მე ხო შენ თავი მიგიდ, მე ხო უამრავ ცოდვაზე ვთქვარი, უამრავ რამე შეცვალა ჩემ ცხოვრებაში და რატო ხდება ჩემ ცხოვრებაში ესე? ანუ შენ ჯვრის აღება, ანუ ამას რატო ამბობ, იცი? ამას ამბობ, იმიტომ რომ საკუთარი თავის უარყოფა ვერ მოახერხე. თორემ შენ რო საკუთარი თავის უარყოფა შეძლებოდა, შენ კითხვას რატომ აღარ დასვამდი? და ის განსაცდელები, რაც შენ ცხოვრებაში ეშვება, შენ იმ განსაცდელებს ძალიან ადვილად მიიღებ. შეიძლება ძალიან ყელოდა ამ განსაცდელის გამო, მაგრამ ის ტკივილიც რატოა რომ შენ გაგზარდო, შენ გაიწვნა, შენ სხვა სიმაღლეზე აგიყვანოს. ამიტომაც შეიძლება შენზე ეს განსაცდელი დაუშვა და დაეშვას ღვთისაგან. მაგრამ შენ კითხვას რატომ აღარ დასვა, იმიტომ რომ შენ უკვე საკუთარი თავი უარყოფილი გაქვს. შენ უკვე საკუთარ თავზე უარი თქვი და შენ ის განსაცდელები, რომელიც შენზე დაეშვება, შენთვის ტკივილი უკვე აღარ იქნება. არც ავადმყოფობა იქნება შენთვის ტკივილი. არც დიდი ტკივილი, რაც გარდაცვალებასთან და დაკავშირებული უახლოს ადამიანის გარდაცვალებასთან, არც ესეთი რამე შენ რატომ კითხვას არ გათქმევინებს, უბრალოდ შენ ეს ყველაფერი გეტკინება. მაგრამ რატომ არ დასვა კითხვას? საოცარია იობის ცხოვრება და
იონა ოქროპირი საოცრად გამარტავს იობის ცხოვრებას, როდესაც მას იცით რომ თელქონება ყველაფერი წაერთმევა ღვთისაგან და მერე საბოლოო ჯამში როცა ეს ეშმაკი გამოსდის იობს, ბოლოს უკვე შვილებიც კი ამოუწდება მას და ეს სახლი ჩამოიქცევა, იონა ოქროპირი ახსენს ამ მომენტს რომ როდესაც მივიდაო და როცა იობს შეატყობინესო რომ შენი შვილები და რძლები, შვილიშვილები ყველანი ერთად სახლში ამოიხოცნენ და ის სახლი რომელიც შენ სტუმრებისთვის ქონდა და შენ ადამიანებს სტუმრობდი ამ სახლში ეს სახლიო შენთვისო შენი შვილები საფლავად გადაიქცაო. იონა ოქროპირი გამარტავს ამას. და კითხვაც არ დაუსვამსო იობსო და არ უთქვამსო რომ რატომო მე ხო ამ სახლში სტუმრად ვიღებდი უამრავ ადამიანს მას მისვლობდიო და შენი შვილები საფლავად რატომ იქციო? მას ეს კითხვა არ უთქვამსო, არ დაუსვამსო. და ესეთი რამე თქვა უებმო. ღვთისაგან მომეცაო ეს ყველაფერიო და ღმერთმა წაიღო. მე ამ ქვეყანაზე შიშველი მოვედიო და შიშველი მივდივარო. მაგრამ რადგანო შვილთ მოყვარე მამა იყაო და შვილები მას ძალიან უყვარდაო, როდესაც ის ამ სახლს თხრიდაო, ანუ ეს იღებდა ანაწილებს საკუთარი შვილების ამ დაგრეჯილ სხეულს ხედავდაო. მე ადგაო და დასაცმელი შემოიხედა ნაციონალი დაიხარავ თავზეო. რატომ? იმიტომ რომ შვილთ მოყვარე მამა იყო, მას შვილები ძალიან უყვარდაო და ვინმეს არ ეთქვაო რომ ესე მარტივად იმიტომ მიიღო ეს ყველაფერიო რომ უბრალოდ აი მასე შვილები არ უყვარდაო. ამიტომაც ეს ტკივილი გამოხატავა მანო ადამიანურად, მაგრამ შინაგანად მას ღვთისთვის წინააღმდეგობა არასდროს არ უთმობს, იმიტომ რომ მან ზუსტად იცოდა რომ ყველაფერი ღვთისგან იყო. და ესეთ ადამიანს უკვე შეუძლია რომ ქრისტეს შეუდგეს და ღმერთს შეუდგეს. როდესაც შენ საკუთარ თავს უარყოფ, როდესაც შენ განსაცდელების მიღება შეძლებ, მერე შეგიძლია შენ უკვე უარყოფ, მერე უკვე შეუდგე ქრისტეს. ჩვენ როგორ ვიქცევით ხოლმე? ჩვენ ქრისტესა ვართ შედგომილები და ღმერთთან ყოფნა გვინდა ისე, რომ საკუთარ თავზე უარისმა არ გვინდა და განსაცდელების მიღება არ გვინდა. ესე ქრისტიანობა არ არის, ესე ქრისტიანობა ვერ გაიზრდება და ვერ ჩამოყალიბდებიან ესე ქრისტიანები. ვერაფერ წარემატებია ღვთის წინაშე. ადამიანი საკუთარ სულში უნდა ჭრილკით ელაოდეს. საკუთარ სულში უნდა ეძებდეს იმ უარყოფით მხარებს და უარყოფით ადგილებს, რომელიც მას ღმერთს განაშორებს. და უნდა მიდიოდეს იმისკენ და უნდა ეძებდეს ეს რაც ღმერთს დააშორებს, ის უნდა გამყვნოს საკუთარ თავში. კარგი ექიმი, როდესაც მასთან მიდის ადამიანი, რომელიც სნეულებითაა დაავადებული, პირველ რიგში არ ყვევს მიზეზს ამ დაავადებისას. საიდან წამოვიდა ეს დაავადება? რა ჭირს იმას კი არ ყვევს, საიდან წამოვიდა? აი, რატომ მოხდა ეს დაავადება? იმას ეძებს მიზეზს. და როგორც კი ამ მიზეზს მოძებნის კარგი ექიმი, მერე მის მკურნალობას მარტივად ახერხებს. მაგრამ თუ ადამიანმა მიზეზი არ მოძებნა ამ დაავადებისა, რაც გინდა საოცარი წამალი მიიღოს, ყველაზე ძვირადღირებული წამალი, მას არ უშველის. ადამიანი, რომელიც საკუთარ სულში არ ჭრილკიდელაობს და საკუთარ მანკიერებებს არ აღმოაჩენს, სულ ყოველდღე დაუჯდომოს კითხულობდეს, სულ ყოველდღე საათობით ლოცულობდეს, მარხულობდეს, ყველაფერს აკეთებდეს, მას სიკეთე ღვთისაგან არ ექნება. თუ მას საკუთარი სულის ეს დაავადება არ აღმოაჩინა თავის მოძღვართან ერთად და საკუთარ სულს არ აღმოაჩინა, ის ვერ წარემატება ღვთის წინაშე და მას ვერანაირი წამალი ვერ უშველის და ვერანაირი წამლით ადამიანი ვერ განეკურნება. ღმერთმა დააძლოცოთ, ღმერთმა გააგახარო, შეგეწიოთ ყველას ჯვრის მადლი. საოცარი დღე არის, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ რა არის ჩვენი ჯვარი, რა ჯვარს ვატარებთ ჩვენ. სხვისი ჯვარი არასოდეს არ უნდა ისულო. არ უნდა მოინდომო რომ სხვისი ჯვარი ატარო. შეად ადამიანებს გონიათ რომ აი რაღაცა მე ამის შემიძლია. არა, ღმერთი შენ რაც შეგიძლია იმ ჯვარს გაძლევს. იმაზე მე ჯვარ შენ ღმერთი არ დაგადებს არასოდეს. უბრალოდ იმ შენ ჯვარზე უარი არ უნდა თქვა და არ უნდა მოისურვო და არ უნდა გადააგდო ეს ჯვარი. ერთი რაღაც ესე პატარა ნახატი ფილმი იყო, იმაში ინტერნეტში ნახე ერთხელ, ჯვართან დაკავშირებით და ერთ-ერთ ადამიანს რაღაც ჯვარი ადევს და მიდის გზად მიდის ესე და ეს ჯვარი ძალიან ემძიმება მას. აიღებს რაღაცა ნაწილს და მოაჭრის ამ ჯვარს, პატარა ნაწილს მოაჭრის ამ ჯვარს. გააგზავნებს ასეულს, კიდევ უფრო ემძიმება ეს ჯვარი. მერე კიდევ მოჭრის ამ ჯვარს რაღაცა ნაწილს კიდევ ჩამოაჭრის. კიდევ მიდის კიდევ დაუძინდება ეს ჯვარი, მაინც ემძიმება ეს ჯვარი და მერე კიდევ რაღაც ნაწილებს ჩამოაჭრის ამ ჯვარს. და მერე მივა და ხედავს რომ დიდი უსკულია. და ხედავს ადამიანებს, რომლებიც ამ უსკულზე ამ თავის ჯვარს დადებენ ამ ჯვარს და გადადიან ამ ჯვრის მეშვეობით მეორე მხარეს. და მას უკვე იმდენად დაპატარებული ქონდა ეს ჯვარი, რომ არ ეყოფა რომ ამ უსკულს გადაადოს და მეორე ნაპირზე გადავიდეს. ესევე ადამიანიც იმ განსაცდელზე იმ ჯვარზე როცა უარს ამბობს, ის მეორე ნაპირზე ვერასოდეს ვერ გადავა. ვერ გადაალახავს ამას და საკუთარ თავს მერე მეორე ნაპირის მადლწალობას მერე მოაკლებს. და ღვთის წინაშე სიკეთეს მოაკლებს საკუთარ თავს. ამიტომ არ თქვა საკუთარ ჯვარზე უარი. არ გაექცეთ ამ ჯვარს, შეეწინააღმდეგეთ საკუთარ თავს, გაიმარჯვეთ და
ნუ იქნებით ხორციელი ადამიანები, სულიერი ადამიანები გახდით. სულს გაამარჯვებინეთ და ხორცი დადგუნეთ. თუ ხორცს არ დადგუნავთ, სული ვერ გაიმარჯვებს ვერასოდეს. რასაც გასაკანს მიცემ, ის გაიმარჯვებს. თუ ხორცს მიცემს გასაკანს, ხორცი შეჭამს ამ სულს. თუ პირიქით სულს მიცემ გასაკანს, მაშინ სული მოაშთობს ამ ხორცს და სულიერი ადამიანი გახდები. რაც მოახერხეს წმინდანებმა. რაც შეძლეს ახლა პარასკევს წმინდა ამბროსი ხელაიას ხსენების დღე იყო საოცარი პატრიარქის, რომელიც ეს თქვენ თქვა რომ როდესაც კომუნისტებმა ბოლოს იტყვა უთხრეს რომ მოდი ბოლოს თქვა თქვი მან ეს რაღაცა თქვა რომ სულიო ჩემი ღმერთს ეკუთვნისო გული საქართველოსო და გვამი თქვენთვის დავიგდია ჯალათებო რაც გინდა ეს ვხავით იმიტომ რომ ის ხორცზე გამარჯვებული იყო და მას ეს ხორცი უკვე აღარ აინტერესებდა მის ხორცს როგორ მოიცემდა რას უზავდნენ მის ხორცს იმიტომ რომ მან იცოდა რომ სული ღმერთთან იყო და მისი გული და მისი სული თავის სამშობლოს ეკუთვნოდა თავის საქართველოს ეკუთვნოდა და ის გვამი კიდე მისთვის უინტერესო იყო ეს სხეული და ჩვენ პირიქითა ვარ ჩვენ სხეულს ვაფუფუნებთ აი მარხვაში თუნდაც როგორ ავარ ხოლმე ხო აი სულ ადამიანის სამარხო მენიუზია გადართული ეს სამარხო საჭმელი აბა რა ჭამოს აბა როგორ ჭამოს აბა ეს იმიტომ დაგიწესა ღმერთმა ეს მარხვა რომ შენ რაღაცა ხორცს მოაკლო და სული გააძლიერო ამიტომ დაგიწესა ეს მარხვა წარმოიდგინეთ როგორ არის ხო დიდი მარხვა როგორ იწყება ხო პირველი კვირა როგორ არის ხო ხსნილია ყველაფრით სანამ მარხვა დაიწყება ხო ყველა ოთხშაბათი პარასკევით ხსნილია და ყველაფრით ჭამაშელია მე უკვე ხორცელის კვირა მოდის მე ხორცელის კვირაში მე ოთხშაბათს და პარასკევი არის მე მარტო ანუ ცოტა ხანი უკვე რაღაცა დღეს უკვე აკლებ რაღაცა ამ საკვებით საკუთარ თავს მე ხორცელი კვირის შემდეგ მე ყველიერის კვირა მოდის ყველიერის კვირაში როგორა ოთხშაბათი პარასკევით ხსნილია მხოლოდ ხორცი ამოიღო შენი საკვებით ანუ მოგაკლო ეს ხორცი რომ რაღაცა ეს ხორცი მოგაკლდა მე უკვე იწყება უკვე დიდი მარხვა უკვე და იწყება მარხვას ანუ მაგრამ შენ თუ ახლა არაფერს არ იკრებ ამ საკვებით დროს არაფერს არ აკრებ საკუთარ თავს მაშინ რისი მარხვა რა მარხვა გამოგდეს ესე თუ შენ საჭმელზე ფიქრობ დღე-დღე რა ჭამო როგორ ჭამო რანაირად ჭამო მე შეიძლება სახში მიხვიდე იჩხუბო რო სახში საჭმელს არ დაგახვედრებენ ამის გამო რაღაცა იჩხუბო რაღა მარხვა არის ეს რისი მარხვა მარხვა არის სულიერი ღვაწლი ჯერ ხორცელს აკლებ იმიტომ რომ სული გააძლიერო და მე როცა სული გააძლიერდება მე უკვე ეს ხორცი უკვე ვეღარაფერში წინააღმდეგობას ვეღარ გაგიწევს იმდენად ძლიერი იქნება უკვე სულიერი და ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ გაამარჯვებინოთ სულს, თვის კურთხევა, წყალობა და მადლი არ მოგაყოთ. დღეს ჩვენთან სტუმრად არის მამაშიო, ბათუმიდან არის მამა ჩამოსული, ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ მოძღვრობაზე, რამდენად ესეთია მნიშვნელოვანია მოძღვრობა მართალი და პატიოსანემდლობა ღვთისმშობლში და მამაშიო არის მართა გამორჩეული სასულო პირი. აჭარაში ჩემ რევლის ნაწილი როცა მიდის ხოლმე და ისვენებს ათუში, სულონები რომ მამაშიოსთან მივიდნენ და ღვთისმშობლით აჭარაში ძალიან კარგი მოძღვრები არიან. აი საოცრად ერთმანეთზე უკეთესი მოძღვრები არიან და მამაში ერთ-ერთი გამორჩეული ამ მოძღვრებში და დღეს ის ჩვენთან სტუმრად არის და მინდა რომ მამაო დალოცული და გახარებული იყოს თავის მრევლთან ერთად და ის კურთხევა წყალობა და მადლი არ მოყოს. ყველანი დაგლოცოთ ღმერთმა გილოცავ დღევანდელ დღეს. შემდეგი კვირა ხარების დღესასწაულია და დედაღვთისმშობელმა გაგვახაროს და ბოლო შაბათი უკვე მიცვალებულთა შაბათია, სამი შაბათი არის. და უკვე შაბათს უკვე შემდეგ შაბათს, ანუ პარასკევს საღამოს უცებ ჩატარდება მიცვალებულთათვის, შაბათს წირვას შევატარებთ და ეს უკვე ბოლო შაბათია და მინდა რომ რაღაცა ეს თქვენი მიცვალებულს მოიცავ და თვისახურებას დაესვა. მამაშიო მინდა რომ მოგმართოთ ერთსულე დაგლოცოთ მამაშიომაც და ღვთის კურთხევა, წყალობა, მადლის სიკეთე არ მოგცაცოთ ერთაგას. ამინ. მამაშიო. და გაგაცდილებს ეს ჯურის დაღალისების დღეა და მამაშალო მომდენი და ისეთი საკითხებზე ისაუბრებო მე ვეღარ შევეხები დამჭეს მაგრამ საერთოდ აკადემიური თვალსაზრისით ქრისტიანობა განისაზღვრება ასევე ფილოსოფიური კუთხითაც მაცხოვარი ჯვარცმული მაცხოვარი არის ხელით გაშლილი რომელიც მოუწოდებს ყოველ ადამიანს არ არსებობს არც აღიარება, არც წარმართობა, არც სხვა რაღაც ეროვნული ბარიერები აქტიურად რწმენაში აღარ არის და ამბობს რომ მოდით შევთან ყოველდღე დამაშველო, პირძიმედო და მე განგისვენო თქვენ. აი ეს არის ჯვარცმა და დღევანდელი დღის თავარი არსი და ერთად დამოცოთ გაგაზრდილი და მამაშენო გაზრდილოს უხმობ და ისე სამთულ გასწრებ ფერდენავი გაიხარა. ამინ. ამინ. მართლა დიდი ყველას პირველში ისე და ისე და მადლობა გადაგიხადოთ ყველას მამაშიოს, მამებს ყველას მადლობა. თვითონ თქვენ და გასმდა მადლობა გადაგიხადოთ რომ ესე მოდიხარ წირვაზე
ეს ესწრებით ამ წირვას, მართლა სიკეთე წყალობა თქვენს ოჯახებს არ მოაქვს, მართლა გაგახარო და ამ წირვის მაგლის სახში მიგატანო, თქვენ ათესავთან მიგატანოთ, რომ მე თქვენებმაც რაღაცა გაიხარონ ამ წირვის მაგლით, მართლა შეგაძლევოთ ამ სიხარულს, იმიტომ რომ ჩვენი ჩოხოსნები და დაუცო ვინც სტუმრობენ ჩვენ ტაძარში, ის წყალობა მაგლის სიკეთე არ მოგვ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩოხოსნობა, იმიტომ რომ ეს ეროვნული ფორმა, ეროვნული სამოსი რაღაც და ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც სურვილი გაქვს შეგიძლიათ გაწერიავთ ამ ჩოხოსნებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ რაღაცა ეს ეკლესიის წევრები რაღაცა რომ დღესასწაულებზე განსაკუთრებულად მაინც აი მრევლიც რომ ესე ჩოხებში მოხვიდეთ იქნება ძალიან ლამაზი აი ბაბუა ჩემს რამეს ამბობდა ხოლმე მე სპეციალური ტასაცმელი ქონდა ბაბუას წირვისთვის ამ ფორმას ამ ტასაცმელს სხვაგან არ მაშინ ჩოხები ეცოდა ის ჩოხა ახალუხიც კი ეს ყველაფერი ეს ხაბალახი რაღაცა ქონდა სადღესასწაულო ანუ ის რითაც ეკლესიაში მიდიოდა რასაც ეკლესიაში ისმოდა იმას ქუჩაში არის იმას სხვაგან არ იყენებდა იმიტომ რომ ღვთისთვის შესაძლებელი ტასაცმელიც ქონდა აი სპეციალური შესამოსელი ქონდა იმის რომ აი ტაძარში სპეციალური შესამოსლი დადიოდა რომ სპეციალური ტასაცმელი ქონდა რომ ეს ღმერთისთვის მიძღვნილი ტასაცმელი იყო და იმას სხვაგან არ გამოიყენებდა შესამოსელს აი ხშირად მე საბერძნეთში წირვას ვდავსწრებ ვერიქ აი საოცარია რომ დაინახო წირვა რომ გადახედა ბრეულს ისეთი გამოწყობილები არის როგორც დღესასწაულზე ესე მიდიან ხოლმე წირვაზე ანუ ეს გამოფრენჭვა და იმაზე ლაპარაკი ანუ ღმერთს ყველაზე საუკეთესო უძღვნიან ხოლმე როგორც გარეგნოს ისე შინაგანსაც ხოლმე და ეს ემზადებიან ხოლმე ღვთისმსახურებისათვის და რომ შეხედო ხოლმე ხო გონია რომ რაღაცა ძალიან დიდ დღესასწაული ისე არიან ჩაცმულები ხოლმე რომ აი კაცებიც აი პერანგებში თეთრი პერანგი შავ კოსტუმებით კოხტად გამოწყობილები არიან წირვაზე ქალბატონებიც რაღაც ესე მოწესრიგებულები არიან და აი ჩვენთან სამწუხარო რაღაც ტრადიცია შემოვიდა რაღაც აი ტაძარში მანდამაიც უნდა ჩაიცვას ყველაზე ცუდი ადამიანი რა რაღაცა პირიქით და ისე კი არ უნდა იყო რაღაცა მოხტილი და რაღაცა ისეთი გეცვას რაღაცა ცუდად არ უნდა გეცვას მაგრამ უნდა გეცვას ადამიანს კოხტად უნდა შენ ტაძრის შესამოსელი სპეციალურად გქონდეს არ შეიძლება რომ აი ჩვენ იცით რომ არავის არაფერს არ უგზავნოთ პირიქით ოღონდ ადამიანი ეკლესიაში მოვიდა და სადავარ ჩვენ ყველა ადამიანი ტაძარში მივიღოთ ყველა ადამიანი არ აქვს შეიძლება როგორი ჩაცმულია მაგრამ აი გოგონა რო ხარ ახლა და შავით რომ მოდიხარ ელასტიკებით რომ მოდიხარ ტაძარში ეს ხო სამართლოა იმიტომ კი არა შენ ტაძრიდან გააგიშებს არავინ არ გააგიშებს ტაძრიდან მაგრამ ესე მოტკეცილი რო გაცვია ესე გამომწვევად რო გაცვია ესე რო გაცვია შენ ხო იცი რომ დღეს ტაძარში მოხვედი შენ ხო იცი რომ შენი შესამოსელი შენი ცხოვრების წეზია მორგებული ერთხელ მახსოვს აი შესამოსელი დაკავშირებიდან ერთხელ თქვა რომ ერთხელ საზოგადო ტრანსპორტში ავედი და რო ავედი ტრანსპორტში უცებს ქალბატონები ვიშენ და უცებ დაიწყეს მაისურის აწევა ზევით საფული იყო რაღაცა იწევენ რაღაცა იფარავენ ამას და აი რაზე დავფიქრდი იცი ახლა მე რო არასული ყავს ესენი ხო ესე დატოვებდნენ ამ ყველაფერს ანუ მან ხო ის რომ ესე აცვია ანუ ვიღაცა ჩვეულებრივი კაცი რო ასულიყო ის რა მას ეს უხერხულობა არ ეკნებოდა და ესე ეცმეოდა იმ კაბას ქვევით ჩამოწევას არ შეეცდებოდა და იმის ზევით აწევას არ ეცდებოდა ანუ მას ეს აცვია სპეციალურად შენ გამოგიწვიოს რატო გაწვია ესე? რატო იწვევ ესე? თან მithumot ესე რამდენჯერ მახსოვს ხოლმე ეკლესიის წევრები ხოლმე, აი ჩემ მრევლისები მინახავს რომ მივდივარ ეს მეორე მხარეს გადასვლა დამავალ უცე და მე ძალიან სიტყვიხედულობა მაქვს, ძალიან შორს ხედავ ადამიანებს. აი სანამ ადამიანი დამენახავს, მანდ განახილავს ადამიანს და იმას გონებ ვერ ვნახე. და დამავალ რომ შერცხვენი ესე ჩაცმული იყო. და რატო გცხვენია? რატო იწვევ ესე? შენ ჩემი გცხვენია, მამაშა ლოკეკელეს და ღმერთის აღცხვენია. ღმერთის აღცხვენია. ანუ შენ არ გესმის ეს შენი ჩაცმულობა, შენი გარეგნობა, შენი შინაგანით გამოიხატება. არ არსებობს ეს, იმიტომ რომ აი შენი დამოკიდებულება უნდა გქონდეს, უნდა იცოდე, ქალი ხარ, ხო, მოკრძალებით უნდა ჩაიცვა, სულთან უნდა ჩაიცვა. დღევანდელ სახარებაში იყო საოცარია წაკითხული. დღევანდელ სახარებაში თქვენო წარმოიდგინეთო, ჩემი ხსენება შეგწყვება თუ მემურო შეევთანო. ესეთ რამეს ამბობდა დღეს ქრისტეს სახარებაში, რომ აი ისო ვიღაცამ შეიძლება რაღაცა გითხრას ამის გამო, შენო ჩემ უარყოფასაც დაიწყებო. თორე საზოგადო აზრის წინააღმდეგ ვერ წახვალ. თორე ესეთი აზრია საზოგადოება შექმნილი და შენ იმის გამო რომ საზოგადოება მე შენ არ გაგრიყოს, შენ იმის გამო, შენ შეიძლება ქრისტეზე უარი თქვა. და ესეთი ქრისტიანი ვერასოდეს ვერ წარემატება ღვთის წინაშე. ვერასოდეს წინ ვერ წავა ღვთის წინაშე. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას და ადლობელი ვარ ჩვენი ბიჭებს, რომ ესე შემოსილები მოვიდა დღესჩოხებში, ჩვენ და წირვაზე დაყვნენ და ძალიან კარგი იქნება ეს ძალიან კარგი ინიციატივა რომ რაღაც ეს ეროვნული სამოსი, იმიტომ რომ მარტო სამოსი არ არის. ცხოვრების წესით შესაბამისობაში უნდა იყოს იმ შესამოსელთან. მღვდელს რომელსაც სამღვდელო ანაფორა აცვია და სამღვდელო შესამოსელშია შემოსილი, მისი ცხოვრების წესით შესაბამისობაში უნდა იყოს.
ქრისტიანობაც ესეა, ყველაფერში ესეა. შენი გარეგნული და შინაგანი თანხმობაში უნდა იყოს ერთმანეთთან. სხვანაირად ადამიანი ვერ წარემატება ვერასოდეს და სიწმინდეს ვერ მიაღწევს ვერასოდეს. მერთმა დააგვიწოთ, გადახაროთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენგანს. დღეს ჯვარზე თქვენ არ იქნება, იმიტომ რომ ჯვარი თვითონ დაბრძანებულია შუა ტაძარში და შეგიძლიათ ყველანი ჯვარს ემთხვიოთ და ჯვარს თქვენ ახლა არ იქნება. მერთმა დააგვიწოთ და გადახაროთ.